სალამ მეგობრებო. დღეს ჩამოვედით ახმეტის რაიონში და იქნება ტურაზე ლიცენზირებული ნადირობა. ძალიან ლამაზი ადგილია. არ ვართ ბევრი მონადირეები, წესით ნომრების ძალიან სწრაფად მოიწყობა და წესით ძალიან კაი ნადირობა უნდა გამოგვიყვანოს. ნახეთ. იმედია ამინდი ხელს არ შეგვიძლია. აი, ბატონი თემურიძახის რომ ამინდი იდეალურია და შესაბამისად განწყობთ. ნახოთ. ახლა როგორი რამეა, იცი, როგორც კი პირველი განწყობა წამოვა, არის სხვა ვაფშე რა. ესეთი უნდა ამოვიღოთ და რა წამოვა. იგივე სასაული, ამას უკვე ვაკეთებ ჩვენ დერვა. აი გრემში გავაკეთე, კაცში გავაკეთე და ეს აქცია მიდის სუპერ. მე გავაკეთებ აქ. ერთი პერიოდი გაქრა ტურა. რითი გაქრა. აი ეს უდეს რო ივარებდი, გაქრა აღარიო. ამ მეკვერნეას ზაღლებს მოგცემ, ლეპებს, რომელი ჯიში არის? აგერა უყურდებ. ჯიში რა არის? მეკვერნე. ქართული მეკვერნე. ეგრე ქვია ჯიში. ეგ არის სასწაული. არ გამიგია. უნიკალური ზაღლია, უძველესი ჯიში. უძველესი ქართული ჯიში აჭარაში არის შემორჩენილი ახლა და ახალგაზრდა ბიჭი ერთი და დაიწყო მაგათი გამოყვანა რა. 3 თვიდან უკვე კვერნა არ დაემალება. ეს პატარა ქართული მეკვერნე. მარტო მაგენ კვერნაზე ნადირო? ყველაფერი. შიში არ იცის. ამიტომ უნდა 2, 3, 4 ერთად, იმიტომ რომ გელი თუ ნახეს, ფეხებზე კიდია რა. იაკტერიერზე უფრო აგრესიულია. ლიცენზირებული ნადირობა. ამიტომ ის წესი და რიგი მოვითავოთ, რაც არის საჭირო. რასაც ქვია უსაფრთხოების ტექნიკა, ჩვენ ნომრებამდე მივაქვთ გადახსნილი თოფები, ვაზნები არ არის შირნი, მერე დავდგებით, მოვირგებთ თოფებსაც, სროლა მარტო წინ, ესეთი მიმართულები და არავითარ შემთხვევაში გვერდზე. არ გესწავლებათ, მაგრამ ეს არის წესი და რიგი და კულტურული ნადირობა. ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ არაერთჯერ ვინადირი ერთად, უნდა ვინადიროთ კიდევაც ერთად. მაგრამ თუ ამ კულტურას დავიცვათ, ეს არის ახალგაზრდებისთვის, ყველასთვის და ჩვენთვისაც. თავარი არის უსაფრთხოება. დანარჩენი ბუნებამ, რაც გვაჩუქა და რასაც მოგცემს, მადლობა უთხრათ. დანარჩენი ვნახოთ, აბა ეტე რა გამოგვიყვება რა. ალბათები თითოეულ მონაცემს. არა თვითონ ადგილი არის ულამაზესი. აი ულამაზესი ადგილი. გამოიწონა გადავიწყო. ერთ კაცი ხონდა ავტობუსი. აი სრულების ეთია, აქედანაც მოგივა, აქედანაც მოგივა. აქ დარდეს, დადგეს გოგიდა თუ გოგ. ო, გოგი. აი მოდის ყოველ ბილიკი არის უკვე. ყველაზე აქტიური ბილიკი არის აი ეს. შემდეგ კაცი სადადგება. აი პირდაპირ, აი კაცი ყოლება და ახლა 30 წუთში. ანუ ესე არ ვიცი. ესე არის. შე. ამ ხის და ამ ხის მიმართულებით არ ვიცი. გავიქი. დავდექი ახლა ჩემ ნომერში. ძინან ნომრებთან შედარებით. აქ არ თუ ისე კარგი მხედველობაა, მაგრამ ერთი ფაქტი ისაა, რომ აქ ერთი ბილიკია. და იმედია, თუ აქ წამოვა ტურა, ან ამ სხვა დაწვეველი. წესით და რიგით მაგ ბილიკზე უნდა გამოიაროს და
მაგბილიკთან დგავარ ძალიან ახლოს. დიდად ხედულობა არ მაქვს. ახლობით ალბათ რაღაც მიმართულებებით მექნება სულ. ზოგან 10 მეტრი, ზოგან 15, მაგრამ საშუალოდ ალბათ 7-დან 10 მეტრამდე არის ხედულობა მხოლოდ. ეს ნახოთ. იმედია. გამოვა. სავარაუდოდ სარიკი დაიწყო. რამდენიმე გასროლის ხმა იყო. სავარაუდოდ დაიწყეს უკვე. კიდევ ერთი გასროლის ხმა იყო ჯამში უკვე 4 გასროლის ხმა გავიგედა. რაღაც ძაღლები არ ყეფავენ, სავარაუდოდ სარიკი მუშაობს. ახლა რაღაცა მოახლოვდა უფრო ძაღლის ხმა. ძაღლი დარდებს, მაგრამ რაღაცა ჯერ არ გამოდის მეგონი სასრულს. ხან ახლოს მოვა ძაღლის ხმა, მე ისე შორს ისმის, არ ვიცი, წაებს დარბიანს თუ რას შვება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ძაღლი ჯერ ნადირი არ გამოსულა. აი რაღაცა ახლოს არის. არც თუ ის. მაგრამ ძაღლის ყეფის მოახლოება გულისცემას ნამდვილად აჩქარებს. ხო მე ვესროლე. ვედავინახე მოხდა თუ არა. ტურა იყო. ხო ტურა იყო. მოვარტყი თუ არა ვედავინახე. მე თითქოს კიდე რო გამოძრავდა ჩემი სროლის მერე ეგ დავინახე და ნუ ფაქტია ადგილზე ვერ დავტოვე. იმიტომ კიდე მე გასროლა იყო იქ ჩემ შემდეგ ნომრიდან. უკან გატრიალდა. იქიდან ახლა სარეკთან უნდა მივიდეს, სხვა გზა არ არის. იქით აღარ გაქცევა. ეხლა ძაღლები მოდგებიან და თუ ცოცხალია ისევ აქეთ გამოიქცევა. აბა ვნახოთ. ევა დაჭრილიც არის. ბიჭო, ხო არ ძიძგნის, ჰა? მე მგონი დაგდებულს ძიძგნის? ხო დავით, ღეჭავენ მე მგონი, აბა მივიდეთ. აბა მოდი მივიდეთ. აი იქიდან მოდის, აიდან. აგე. ეგ არის? ეგ არის, ხო? ეგ არის. ერთი დავაგდეთ, იპოვეს ახლა ძაღლება. აბა. საწამოს ლაზი ხარ? აბა ეს სადა აქ მოდი. დარი. აჰა, პატარა ტურა. რებიესულ. მე ვესულე. ნოლი 5. მეგონი, კაი. ბიჭო, ძაღლები ხა ამასთან არიან და იმას შვებიან, გიჯავენ და რა გავაკეთოთ, აბა მითხარი და დავით. არაფერი გამოარჩიო, მორჩა. კაი. გამოარჩ დავიჭი. აბა სადა აქ მარტყუნეს თუ ნახოთ რა. ხო. მანდა. ფუ.
იშვიათია რომ დედალი მოკვდეს. თუ ო. მამა მოკვდება. კარგია, დედა. იმალება, მამალი ო. დაღლებს იტყვის. კარგი. გადაიღე? ბიჭო, იმით გადავიღე. შოტკამ არ გადაიღო. თორე იმან გადაიღო? მაგრამ არა ჩასწესიერეთ რა. რამდენი კურდღელი ხოხობი გადავარჩინე ე. რა. ლომაც. ესეთი ეს პირველი სარიკი დამთავრდა, შეიძლება აქ მეტი არ ვიცი არც გავაკეთოთ. ხო რაღაცა მეტი არ გამოვიდა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ესეთ ღია ადგილში არ იყო ტურა, როცა ძაღლები ცოტა ჯაგებში შევიდნენ და უფრო ხშირ ტყეში, მაშინ გამოვიდა. მოკლედ, დასრულდა დღევანდელი ნადირობა. საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდა. ერთი ტურის ამოღება მოახერხეთ. ახლავით 15 კაცამდე ვიყავით სულ, თავის სარეკიან ნომრებიანად. თბილისიდან ბევრმა ვერ მოახერხა წამოსვლა და მხოლოდ ერთი მანქანით ვიყავით წამოსულები. ამ ტერიტორიაზე ჩატარდა ეგრეთ წოდებული პირველი სატესტო ნადირობა. აქ ჩამოვედით, დავათვალიერეთ ეს ადგილები, რომელიც ძალიან კარგი ადგილები არის ხოხბისთვის და აქაც მსგავსად ისე როგორც გავაკეთეთ სხვა ლოკაციებზე, ძეგლში, კასპში და გრემში, აქაც გეგმავთ ერთ-ერთ ლოკაციად, რომ გაკეთდეს ვოლიერი და აქაც გაუშვათ ფრინველები. კიდევ ამის გარდა რამდენიმე ლოკაცია იგეგმება და იმედია შემოდგომისთვის უკვე ვოლიერებით მზად იქნება და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ძალიან კარგ საქმეში. ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რეგიონში ძალიან აქტიურად ტარდება ლიცენზირებული ნადირობები კაცებელზე. სამწუხაროდ მე ძალიან თითქმის ვერც ერთ ნადირობაში ვერ მივიღე მონაწილეობა დროის უქონლობის გამო. მაგრამ ბიჭები ძალიან აქტიურად დადიან და საკმაოდ წარმატებულ შედეგებსაც დებენ. იმედი მაქვს მომავალ ნადირობებში მეც შევუერთდები სხვა რეგიონებში, რომელიც ჩატარდება და შემოგთავაზებთ უფრო საინტერესო და კარგ ნადირობებს. მე კი ამით დღეს გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.